დღეს მინდა ალუბალზე, ზაფხულის ამ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ხილზე გესაუბროთ და ბოლოს ტრადიციულად რეცეპტები შემოგთავაზოთ. ეს ხილი ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი დადებითი გავლენით მართლაც გამოირჩევა. ის მდიდარია C-A-B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალებით, როგორიცაა რკინა, მაგნიუმი, კალიუმი და ფოლიუმის მჟავით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის დროს. შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ანთების საწინააღმდეგო და მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, რაც სასარგებლოა ღვიძლისა და ნაულის ბუშტის დაავადებების, ასევე კენჭოვანი დაავადებების დროს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას. ორგანიზმს დაბერების პროცესის შენელებაში ეხმარება, აუმჯობესებს მხედველობას და ორგანიზმზე მატონიზებელ ეფექტს ახდენს. გარდა ამისა, დაბალკალორიულია, რაც კარგია მათთვის, ვინც წონის კონტროლს ცდილობს. ალუბალი თავისი ბიოქიმიური შემადგენლობის წყალობით იმუნური სისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ, ამცირებენ ანთებით პროცესებს და იმუნური სისტემის უჯრედების ფუნქციონირებას აძლიერებენ. ალუბლის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შევსებას უწყობს ხელს, რაც იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს. ამ ხილის ბოჭკოვანი შემადგენლობა დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის ასევე მნიშვნელოვანია. ამიტომ ალუბლის მიღება როგორც ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროსი, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ორგანიზმის დაცვას ანთებითი პროცესებისა და ინფექციებისგან და საერთო ჯამში ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ალუბალს და მის ფოთლებს ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ. ისინი შეიცავენ ფიტონციდებს, ესენი მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც ბუნებრივი ანტიბიოტიკების როლს ასრულებენ. ფიტონციდები ალუბალში ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას და ზრდას, რაც მცენარეს მავნე მიკროორგანიზმებისგან იცავს. ეს ნივთიერებები ანადგურებენ ან თრგუნავენ ბაქტერიების უჯრედულ სტრუქტურებს, აფერხებენ მათ მეტაბოლიზმს და გამრავლებას. სწორედ ამიტომ, ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ბუნებრივ ანტიბიოტიკებად ითვლება და საკვების შენახვისას მათი გამოყენება ვარგისიანობას ახალგრძელებს, მაგალითად, წნილის მომზადებისას ალუბლის ფოთლების დამატება პროდუქტის შენახვის და ზრდის. თავად ალუბლის ნაყოფი ინფექციების წინააღმდეგ რამდენიმე მექანიზმით მოქმედებს. მას აქვს ამოსახულებელი და ბრონქოლიზური მოქმედება, რაც განსაკუთრებით ეფექტიანს ხდის სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. მისი მიღება ამსუბუქებს ხველას, აუმჯობესებს ბრონქების გამტარობას და ამცირებს ანთებით პროცესებს. ალუბლის ნაყოფი და წვენი შეიცავს ანტოციანინებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიებისა და ვირუსების გამრავლებას, ამაგრებენ იმუნურ სისტემას და აჩქარებენ გამოჯანმრთელებას. ალუბლის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის ინფექციების მიმართ საერთო მდგრადობას, რადგან ის მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმს ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. ალუბალი გამოირჩევა უნიკალური ანტიეიჯინგ თვისებებით, რაც მას ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო საუკეთესო ხილად აქცევს. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანტოციანებით, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს და დაბერების პროცესს აფერხებს. მასში უხვად არისაა და C ვიტამინები, რომლებიც აუცილებელია კანისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის. ალუბალი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას. ანტოციანინებს ანტინეიროდეგენერაციული ეფექტი აქვს, რაც ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. მისი ტვინის ფუნქციებზე და მეხსიერების გაძლიერებაზე დადებითი გავლენა რამდენიმე გზით ხდება. ალუბალი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებით ანტოციანინებს, რომლებიც ტვინის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისა და ანთებითი პროცესებისგან იცავს. ეს ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ნეირონების დაზიანებისგან დაცვას. მასში არსებული ვიტამინები, მაგალითად C და A ვიტამინები და მინერალები ნერვული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, ამცირებს ფსიქიკურ სტრესს და ხელს უშლის ტვინის დავლილობას. ანტიოქსიდანტური თვისებები ასევე ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ნეიროდეგენერაციული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი, განვითარების რისკის შემცირებას. ამგვარად, ალუბლის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ტვინის ფუნქციების გაძლიერებას და მეხსიერების გაუმჯობესებას. ეს ხილი ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, რაც ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ალუბალი ტრადიციულად ღვიძლისა და ნაულის ბუშტის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ხილად ითვლება. ის ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ანთების შემცირებას, რაც დადებითად აისახება ღვიძლისა და ნაულის ბუშტის ფუნქციაზე.
ალუბლის ზოგადი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ნაულის ბუშტის ანთებითი პროცესების შემცირებასაც ეხმარება, თუმცა რა თქმა უნდა, ის ვერ შეცვლის სპეციალიზებულ სამედიცინო მკურნალობას, რომელიც ნაულის ბუშტის დაავადებების დროს აუცილებელია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღვიძლისა და ნაულის ბუშტის დაავადებების შემთხვევაში მკურნალობის მთავარი გზა არის ექიმის რეკომენდაციების დაცვა, სწორი კვება და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური ან ქირურგიული ჩარევა. ალუბლის მიღება შეიძლება იყოს ჯანსაღი კვების ნაწილი, თუმცა ის არ უნდა განიხილებოდეს როგორც ძირითადი სამკურნალო საშუალება. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჯანმრთელობისთვის ალუბლის წვენის სასარგებლო თვისებები. მას მსუბუქი შარდმდენი ეფექტი აქვს და ამ გზით სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის. ამ მცირებს სისხლში მჟავიანობას, რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაულის ბუშტის დაავადებების დროს. აუმჯობესებს ძილს, ალუბლის წვენი ზრდის ტრიპტოფანის დონეს, რაც ხელს უწყობს დაძინებას და ძილის ხარისხსაც აუმჯობესებს. ეხმარება სისხლნაკლებობის დროს, ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ამაღლებას და რეკომენდებულია ანემიის შემთხვევაში. ალუბლის წვენს ანტიმიკრობული მოქმედებაც აქვს, ის ორგანიზმში ანადგურებს ისეთ მიკრობებს, როგორიცაა სტრეპტოკოკი და სხვა პათოგენები. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, შეიცავს რკინას, მაგნიუმს, ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ენერგიის მატებას და ჰიპოვიტამინოზის მკურნალობას. სასარგებლოა პოდაგრისა და ართრიტის დროს, რადგან ალუბალს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ამ დაავადებების დროს ტკივილს ამცირებს. დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რეკომენდებულია მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პრევენციას. სანამ რეცეპტებზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო, რომ ალუბლის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ისარგებლოთ, მნიშვნელოვანია, რომ ომი ალუბალი ან მისი ახლად გამოწურული წვენი უშაქროდ მიიღოთ. ეს ხილი ყველაზე სასარგებლოა მაშინ, როცა ის ახალია და თერმულად არ არის დამუშავებული. თერმული დამუშავება მასში ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების შემცველობას ამცირებს. საშუალოდ ჯანმრთელი ადამიანისთვის დღეში 1 ჭიქა, დაახლოებით 150-200 გრამი ალუბლის მიღება ითვლება უსაფრთხოდ და სასარგებლოდ, როგორც ბალანსირებული კვების ნაწილი. ალუბალი ვიტამინებისა და მინერალების შესანარჩუნებლად მაცივარში უნდა შეინახოთ. ხანგრძლივად შესანახად სასურველია გაკინოთ, რადგან ამ სახით ალუბალი უფრო ნაკლებად კარგავს სასარგებლო თვისებებს, ვიდრე ხანგრძლივად ოთახის ტემპერატურაზე შენახული. არ გადაამეტოთ მოხმარებას. ალუბალი დიეტური პროდუქტია, მაგრამ დიდი რაოდენობით მიღება მკუჭნაწლავის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ეხლა კი რეცეპტების დრო დადგა. ალუბლის ყუნწებისა და ფოთლების ჩაი. ეს ჩაი ხელს უწყობს ყველასა და სასუნთქი გზების ანთებას. გარდა ამისა, ის დიარეის წინააღმდეგ დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი გამხმარი ყუნწი. რამდენიმე ახალი, გარეცხილი ალუბლის ფოთოლი. 250 მლ წყალი. ფოთლები პატარა ნაწილებად დაჭერით და ყუნწებთან აურიეთ. დუღარე წყალი დაასხით და თავზე დააფარეთ. 10 წუთის შემდეგ გადაწურეთ. თუ გახველებთ ან ლორწო და ნახველი გაწუხებთ, დღეში 2 ჭიქა დალიეთ. ეს ჩაი ბავშვებსაც შეგიძლიათ სურდოს და ხველების დროს დაალევინოთ. გარდა ამისა, მას აქვს შარდმდენი მოქმედება და სასარგებლოა ცისტიტის დროს. ღეროებში შემავალი ტანინები დიარეის დროს გიშველით. ალუბლის კურკების ბალიშები. ალუბლის კურკებს შიგნით სიცარიელი აქვს და ამიტომ განსაკუთრებით კარგად შეუძლია სითბოს და სიცივის შენახვა. მათი სხეულის ნაწილებზე მოთავსებით ისინი ამ სითბოს თუ სიცივეს სხეულს გადასცემენ. ეს დაგეხმარებათ კუნთების და ძაბულობის, მუცლის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილისა და თავის ტკივილის წინააღმდეგ. ახალი კურკები ჯერ კარგად უნდა გაირეცხოს და შემდეგ მზეზე ან ღუმელში კარგად უნდა გაშრეს. ამის შემდეგ პატარა მინი ბალიშის პირები გამოკერეთ და შიგ კურკები მოათავსეთ. ასეთი ბალიში საჭიროებისამებრ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც თბილი, ასევე ცივის სახით. თბილად თუ გინდათ გამოიყენოთ, მაქსიმუმ 50 გრადუსზე ღუმელში დაახლოებით 20-დან 30 წუთის განმავლობაში შედეთ ან, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად მიკროტალღურში გააცხელეთ. შემდეგ იგი სასურველ ადგილზე დაიდეთ. თუ ცივი კომრესის სახით გჭირდებათ, ალუბლის კურკებიანი მინიბალიში საკინულეში 9 საათის განმავლობაში მოათავსეთ და ბოლოს სასურველ ადგილას დაიდეთ. ეს ბალიშები ისევ გააშრეთ და მომდევნო გამოყენებისთვის შეინახეთ. ალუბლის სმუზი. ძალების მოსაკრეფად, ნერვული სისტემის სტაბილიზაციისათვის და ძილის დასარეგულირებლად. დაგჭირდებათ 1 ჭიქა კურკა გაცლილი ალუბალი, ახალი ან გაყინული. 1 ბანანი.
1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, 200 მილილიტრი მცენარეული რძე, მაგალითად ნუშის, 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი, სურვილი სამებრ. აურიეთ ყველაფერი ბლენდერში და დაუყოვნებლივ მიირთვით. ალუბლის და ჯანჯაფილის ანთების საწინააღმდეგო სასმელი. დაგჭირდებათ 150 მილილიტრი ალუბლის ახლად გამოწურული უშაქრო წვენი, 1 ჩაის კოვზი ახლად გახეხილი კოჭა, ნახევარი ლიმონის წვენი, 200 მილილიტრი თბილი წყალი. ყველაფერი კარგად აურიეთ და ნელთბილი, იდეალურ შემთხვევაში დილით უზმოზე მიირთვით. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებელი ეფექტი. ძილის ხელშემწყობი საღამოს სასმელი. დაგჭირდებათ 100 მილილიტრი ალუბლის წვენი, 200 მილილიტრი თბილი ნუშის რძე ან ძროხის რძე, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, სურვილი სამებრ. ყველაფერი ერთად ოდნავში აათბეთ. არ გააცხელოთ ან აადუღოთ. ძილის წინ დალიეთ. ალუბალი შეიცავს ბუნებრივ მელატონინს და იდეალური საშუალებაა უკეთესი ძილისთვის. ალუბლის და ისპანახის ორგანიზმის გამწმენდი სმუზი. დაგჭირდებათ 1 ჭიქა ალუბალი, 1 მუჭა ისპანახი, ნახევარი ავოკადო, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჭიქა წყალი ან ქოქოსის წყალი. ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ და თქვენი ორგანიზმის გამწმენდი სმუზი საუზმისთვის მზადაა. ის რკინას, ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებსაც მოგაწვდით და ორგანიზმის გადამჟავებისგანაც გიხსნით. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.